შეგახსენებთ, რომ დონალდ ტუსკის განცხადება სულ ცოტათი უსწრებდა ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის განცხადებას მისი პოსტიდან წასვლასთან დაკავშირებით. არავისთვისაა საიდუმლო, რომ ჩვენ გუშინ ჩატარებული რეფერენდუმის შემდეგ სხვა შედეგის მიღება გვინდოდა. პოლიტიკურად ეს ძალიან დრამატული მომენტია და შეუძლებელია ვიწინასწარმეტყველოთ ყველა ის პოლიტიკური შედეგი, რომელიც ამ გადაწყვეტილებას შეიძლება მოჰყვეს, განსაკუთრებით დიდი ბრიტანეთისთვის. გასული 2 დღის განმავლობაში მე ვესაუბრე ევროკავშირის წევრი ქვეყნის ყველა ლიდერს ამ საკითხზე. სამწუხაროდ დღეს მხოლოდ 27 წევრი დარჩით და ვაპირებთ, რომ შევინარჩუნოთ ჩვენი ერთიანობა ამ შემადგენლობით. ყველა ვთანხმდებით, რომ ჩვენი კავშირი არის ჩვენი უდიდესი მომავლის ჩარჩო. მინდა დაგარწმუნოთ, რომ ჩვენ არ დავდგებით სამართლებრივი ვაკუუმის წინაშე მიუხედავად იმისა, რომ დიდი ბრიტანეთი ფორმალურად ტოვებს ევროკავშირს. გასული წელი ნამდვილად ძალიან რთული იყო ევროკავშირისთვის, მაგრამ ყოველთვის მახსენდება მამაჩემის სიტყვები, რაც არ გკლავს, ის გაძლიერებსო. ყველაზე დიდი პრობლემის წინაშე ახლა დიდი ბრიტანეთი დგას. მათ უნდა გადაწყვიტონ, როგორ მოიქცევიან მომავალში, როგორ გაუმკლავდებიან ამ შედეგებს. ევროკავშირისთვის ყველაფერი ნათელია. ჩვენ უნდა დავრჩეთ ერთად, უნდა გავატაროთ რეფორმა და შევქმნათ უკეთესი მომავალი. რაც შეეხება ბრიტანეთს, არავინ დასჭირს მათ ამ გადაწყვეტილების გამო. ჩვენ პატივი უნდა ვცეთ კენჭისყრის შედეგებს. ბრიტანელებმა მოითხოვეს სუვერენიტეტი და ახლა პასუხი უნდა გასცენ კითხვას, თუ რას ნიშნავს ეს სუვერენიტეტი. თუ სრული დამოუკიდებლობა გინდა, ეს იმას ნიშნავს, რომ ვერ იქნები წარმატებული ევროპულ ბაზარზე. ყველას ვისაც უნდა იყოს ევროპული ბაზრის ნაწილი, პატივი უნდა სცეს ევროპული ბაზრის წესებს. ბრექსიტთან დაკავშირებით განცხადებებს უკვე აკეთებენ ევროკავშირის ლიდერები. დალია გრიბაუსკაიტე ამბობს, რომ პატივი უნდა სცეთ ბრიტანელი ხალხის არჩევანს და ამ გადაწყვეტილებას ძალიან სამწუხაროს უწოდებს. თავის ტვიტერ გვერდზე ასევე გამოაქვეყნა პოზიცია ევროპარლამენტის პრეზიდენტმა მარტინ შულცის განცხადებით 40 წლიან ურთიერთობებში ყველაზე რთული დღე სწორედ ევროკავშირისა და ბრიტანეთისთვის არის დღევანდელი დღე. ასევე განცხადებები გაკეთდება ევროპარლამენტის სხვა პოლიტიკური პარტიებისაგან და კომისიაშიც.